ნინო მეუნარგიასა და მიხეილ მიმინოშვილთან ერთად. მედერთხელ მოგესალმებით, გამარჯობა ძვირფასო რადიოსმენელებო, ძველი რადიო კლავეთერშია, ნინოსთან და მიშასთან ერთად და ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენ საათის ბოლოს, პროსტ ჩვენი გადაცემის ბოლოს საათში შემოგვერთდება თიტო მარინაშვილი. თიტო მოგესალმები და დიდი მადლობა. თიტო სალამისია. დაუბრუნდით რაღაცნაირად კი. მსმენელს მაყურებელს და მართლაც ძალიან კარგი, იქიდან გამომდინარე, რომ თიტო შემოგვიერთდა. კი, და შემოგვიერთდა, ნუ გასაცემად. ჩემთვის ამხედობადები ხე, ჩემს მეგობრებთან, კოლეგებთან, თან, სად რა არა გვაქვს გამოვლილი, ხო, რა, კი, ერთად, ხო, ერთად გულისხმობ, რა თქმა უნდა და ახლა ერთ ფორმატში მუშაობა თან ძველი რადიოქი და ძველ ამბებს გავიხსენებ, უბრალოდ გავიხსენეთ იმ ლეგენდარულ ადამიანებს, რომლებმაც ქართული სპორტის ისტორიაში დიდი კვალი დატოვეს და ფაქტობრივად შექმნეს ქართული სპორტის გამარჯვების საწინდარი, იმ ლეგენდარულ გამარჯვებასაც გავიხსენეთ და როგორ დაემთხვა დღევანდელი დღე, დღეს არის 15 თებერვალი 1990 წელს დაარსდა საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ფედერაცია 35 წელი გავიდა ხო თითომას შემდეგ და როგორი საინტერესო ის არის ნინო კიდევ უფრო მეტად რომ თითო თავად ესწრებოდა აი იმიტომ რომ თითო აქტიურად იყო ეროვნულ მოძრაობაში მაშინ ჩართული და აი ის პერიპეტიების მოვლენები რაც ამას წინ უსწრებდა რაც ამას ახლდა და ზოგადად რა ხდებოდა მე ვფიქრობ ჩვენთვისაც საინტერესო იქნებოდა მსმენელისთვისაც და ნუ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყრილობის წინა პოლიტიკურ და სპორტული ვითარებას შევეხებდით, როგორც საქართველოში აი საბჭოურ სარბიელზე, იმიტომ რომ არ იყო მარტივი ზოგადად დამოუკიდებლობის გამოცხადება არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ ისეთი რამ, როსაც ქვია დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთი, ეს ძალიან ეხლა დღევანდელი გადასახედიდან მარტივად ჟღერს, მაგრამ მაშინ აი საბჭოთა რეჟიმიდან მიბმული, აი მთელ ამ სისტემით, მთელი ინფრასტრუქტურით მიბმული მისგან აი მოდით დავიწყოთ. ბატონო, აქედან დავიწყოთ მოდი პოლიტიკურად, იმიტომ რომ მიხეილ აბსოლუტურად სწორად აღნიშნე, ნიკო რა ხდებოდა, იცი? რუსებმა სწორად აღიქვეს, რომ უშუალოდ მთელი დანარჩენი ყველა სახეობა რო გაგეერთიანებინა და გამოგეყო, ეს არ იქნებოდა მათთვის საბჭოური რეჟიმისთვის ისეთი მნიშვნელოვანი დარტყმა როგორც ფეხბურთისთვის და არც დაუმალავთ. მოყვა უმწვავესი რეაქციები. იქ წამოვიდა უკვე შენთვის კარგად ნაცნობი თაფლაკვერის და მათრახის ხან გვეფერებოდნენ, ხან გვაშინებდნენ, ხან გვემუქრებოდნენ. ამ ყრილობამდეა ჯერ საუბარი, იმიტომ რომ ეს გაჟღერდა სადღაც თუ მეხსიერება არ მღალატობს, უკვე ამის პოლემიკა სხვა შორის მაშინ გაზეთმა ლელომ დაიწყო, ეს ხდება აი რაღაც ერთვიან რადიოში. საჯაროდ უკვე რა, საჯარო სახე რო აქვს მიღებული, იქ საზოგადოების აზრიც იქმნება განწყობა და მაშინ კოლოსკოვი ეს იყო ერთ-ერთი ისეთი უმსხვილესი ფუნქციონერი საბჭოური ფეხბურთის და საერთოდ სპორტის და აი აქედან მოყოლებული წავიდა ეს ძიძგილი. რო თქვენ რაზე იყო საუბარი, რომ აი იყო რაღაც დაპირებები, რაღაც მოდერნიზებული ჩემპიონატის, აქვე მუქარა რომ თქვენ არც FIFA მიგიღებთ, არც UEFA შესაბამისად აღმოჩნდებით ევროსარბიელს მიღმა იზოლაციაში გეგონება ამათი მეშვეობით სულ ევროსარბიელზე ვიყავით და ისე ხო ეს ავიწყდებათ ეს რა თქმა უნდა და ახლა მე ხაზი რას მინდა გავუსვა აქ უკვე პოლიტიკურ სპორტულ კუთხეს რომ ბევრს ეხა აღარ ახსოვს რომ 9 აპრილის შემდეგ საბჭოთა კავშირის პირველობაზე განსაკუთრებით თბილისში ჩატარებულ შეხვედრათა უდიდესი ნაწილი იყო აი კატასტროფის წინაშე მხედველობაში კონკრეტულად გავახსენებ ეხლა სტაჟიას მენელს. კაი სპარტაკი გადაგვირჩა, იმიტომ რომ მოუგეთ. ეხლა არავინ არ ფიქრობს. ჩვენ რო სპარტაკთან მაშინ ცხადაც დუბლი თამაში არ მოგიგო საბჭოთა კავშირის თასზე. ხო, აი ვოროშილოგრადის ზარიასთან რაც მოხდა, ის მოგონება იქნებოდა. მე გაფიქრება არ მინდა. დნეპროპეტროვსკის დნეპრს რო ვერ მოუგეთ შემდეგ ეტაპზე რატოღა ჩათვალეთ რომ თასი უნდა აგვეყო მაინც საბჭოური ეს 9 აპრილის შემდეგ ხდება 99 წელს წინა წელს არ ვიცი უკრაინელებს რას ვერ ჩოდით ბოდიში პოედაზე გადავარდა ხალხი სუპაჩურის თქმებით გაყარა ის გუთი აპრიერ დაუშავებიათ ლუტის და ბაგბუც როგორ ურთხავდნენ ეხა გუშინელი დღესავით მახსოვს არაფერი არ დაუშავებიათ არც კონფლიქტი მხოლოდ იმის გამო რომ ანუ უკვე ეგზალტირებული წარმოგიდგენია ეს გაავებული მასა უკვე
აი ესე არა, ანუ რეალურად ვამბობ რა, ეს სიტყვაზე რატო გავაკეთე ეს, რომც დარჩენილიყავი, პირადად ჩემი სუბიექტური აზრი და განწყობა ხო, მაგ ამის გადმოცემის უფლება. მე დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც საშინელება მოხდებოდა 90 წელს. უშუალოდ, ეს განსაკუთრებით ეხებოდა თბილისს, იმიტომ რომ რეგიონების ამბავი მოგეხსენება, რეგიონებში მაინც ცოტა სხვა დამოკიდებულება იყო, აქ იყო ბირთვი, აქ, მაინც ეხლა თან აუსწრებდა, იცი, ლანჩხუთის გურია დაუბრუნდა უმაღლეს ლიგას, დაუბრუნდა ძალიან სერიოზული გუნდით. ეს ფლამენკოს გუნდით, ეს პირველად რომ უმაღლესში გავიდა საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში, იმისგან განსხვავებით ეს სადედამიწა ისეთი სერიოზული გუნდი იყო. და სოხუმის დინამო გადმოვიდა საბჭოთა კავშირის პირველ ლიგაში. ესეც უკვე საკმაოდ წარმოდებულ იმად ითვლებოდა. და იწყებოდა უკვე თვითონ ქართულ ფეხბურთში იწყებოდა უკვე სერიოზული თაობათა ცვლის პროცესი. აი ის 90-იანების ოქროს თაობა უკვე ასპარეზზე შემოსასვლელად ემზადებოდა. და ჩაგეკითხები რას ნახე 35 წლის წინ აი ამ გადაწყვეტილების მიღება, ანუ დიდი ვაჟკაცობა იყო, ხო? იქიდან გამომდინარე, რომ დამოუკიდებლობას ეს იყო ფაქტიურად ამით ხო პირდაპირ უთხარით ამ გადაწყვეტილებით რუსებს, რომ ჩვენი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნის დღეები დათვლილია. ანუ ფაქტობრივად დავით დაიწყო. ეს იყო პლასტარმი და ამას კიდე ერთხელ ვამბობ, რუსები ფანტასტიკურად აცნობიერებდნენ. თორე კიდე ერთხელ ვიტყვი, აი ფეხბურთი რომ არა და აი ყველა დანარჩენი სახეობა რასკის სპორტშია გაერთიანებული, რომ მოგვეყარა თავი და გვეთქვა დამოუკიდებლობა. კი ბატონო. პაჟალსა სახელით გაგვიშვებდნენ, ხმას პირიქით გავუხარდებოდათ, იმიტომ რომ რაღაც საბიუჯეტო დახები და რაღაც მგონი ეგეს აღარ იყო უკვე. ფეხბურთი უკვე პოლიტიკასთან ახლა ყრილობის ახლა რა ხდებოდა ყრილობაზე, მოდი დავიწყოთ იმით, რომ ესე იგი საპატიო თავმჯდომარე იყო ჩვენი ფეხბურთის კარუზო, არ ვიცი დღემდე, ბარის სალემონოვიჩი ეს ბორია პაიჭაძე უდიდესი რაღაც აუცრება, ჩათვალე დღემდე ბორის პაიჭაძის სახელთან არის დაკავშირებული და ასოცირდება ყველაფერი. საპატიო თავმჯდომარე იყო და იყო სამი ბრთა, ასე ვთქვათ. სამს უწოდებდი, მაინც ჩემი მოგზალებული შეფასებით. ერთი ბრთა იყო ვეტერანთა ბრთა, ეს არის პირველი ოქროს დინამოს თაობა, ეს არის შომა ბარქაია, ილო დათუნაშვილი და ეს თაობა. მეორე თაობა უკვე ყიფო და სასტავი და აი ეს უკვე ყიფო თავის საძმაკაცოთი ასე ვთქვათ, კარგი გაგებით და მესამე იყო ეროვნული მოძრაობიდან. ეხლა ეროვნულ მოძრაობას რა შეეხება, აქ იყო ცოტა რთული მომენტი. იქაც დაყოფილი იყო. აი ხა რა ხდება, იცი მიხეილ, ოფიციალურად ეს ხდება ნიკო 15 თებერვალს. მე გავუსწრებ მოვლენას და ვიტყვი, რომ 3 კვირის შემდეგ ოფიციალურად დაარსდა მრგვალი მაგიდა. მაგრამ უკვე 15 თებერვლისთვის ეროვნული მოძრაობა არაოფიციალურად იყო გახლეჩილი. ისე არა, რომ ეს არ ცხადდებოდა საჯაროდ, თუმცა ეროვნული მოძრაობა იყო გახლეჩილი. იყო ორი უკვე რამდენიმე ბრთა, აქ ორი ერთი იყო შეურიგებელი ოპოზიცია, მეორე მოხსენებათ უკვე ზვიადის ბრთა, რომელიც მრგვალმაგიდათ და რო იტყვიან ფეხბურთისთვის იქ დიდად არავის არ ცხელოდა. შენ წარმოიდგინე, აი ასე ვთქვათ, ეროვნული მოძრაობა უბრალოდ რა იყო, რომ ზვიადის არსი ესმოდა და ეს საქმე ჩაბარდა ზურა პეტრიაშვილი ეს ძმე პეტრიაშვილების სხვა შორის ეს გურამ პეტრიაშვილის ძმა არის, ეს ჩვენი იმის მწერალი, ხო? და ისეთ მომენტია რა, ზურა თვითონ ეროვნულ მოძრაობაში აქტიურად იყო, თან იყო ფეხბურთელებთან და საფეხბურთო სამყაროდან საკმაოდ აქტიურად, აი მისი დაარსებულია თუ გახსოვს 80-იანი წლების მიწურულს გამოჩნდა საქართველოს რადიოში, რადიო გადაძახილი ერთბაშად რამდენიმე ქალაქიდან, საქართველოს ქალაქიდან რო აი ეს იყო ჩართვები და ის პატარა ჩართვების რადიო გადაძახილი. ხო, გახსოვს რადიო. ხო და აი ფაქტიურად ეროვნულ მოძრაობას წარმოადგენდა ზოდა ხო სახალხო ფრონტი იყო ჩართული და სახალხო ფრონტს წარმოადგენდა ის ნათაძის ის მარჯვენა ხელი, მაშინ იყო გამგეობის თავმჯდომარე იყო ავტოიმნაძე. ის ნოდარ იმნაძე შეარაგებს ავტოიმნაძე. ხო დანარჩენი მოძრაობის როლი დიდი იყო ქართული ისი დიდი იყო, მაგრამ მე ვფიქრობდი, რომ გაცილებით მეტი შეიძლება და დიდი ყოფილიყო, რომ არა ის პროცესები, რომ არავის არ ცხელოდა მაინც და მაინც ფეხბურთისთვის გარდა ამ ძალების. ეხა ამ ორი ძალის დამოკიდებულებაც, ეხლა რომ ვახსენე, ორი თაობა, ხო? ერთი ის ოქროს თაობა და მეორე ყიფო და
ხო, ნუ ყიფო და მეგობრები, ხო, მათი რამ უკვე საინტერესოა. ეხლა რა ხდება, იცი? აი, აქ მიდის იწილო-ბიწილო. რომ ანგარის უწევენ არსებული იმას, მაგრამ რეალურად უდიდეს ნაწილს არ ეხარტება ამ ეტაპზე გამოსვლა. იმიტომ რომ ისინი უდგებიან წმინდა სპორტული კუთხით რა. სპორტული კუთხით ამ იზოლაციის შესახებ ისეთი მომენტია და რომ მერე იცი რა არის, მერე სათანადო ინფრასტრუქტურის უქონლობა, მერე თანხები, რომ ესე იგი საქართველოს ჩემპიონატის გუნდები როგორ უნდა დაფინანსდნენ, ეს ფეხბურთელები როგორ უნდა შეინარჩუნო, დააპურო, მოუარო, ანუ თვითონ мотиваცია იცვლება. მაშინ ბორია პაიჭაძის ლეგენდარული სიტყვები უნდა გავაჟღერო რომ ბოჭო ვერავინ ვერ ამიხსნითო რატო ჯობია ხონთან თამაშ მოსკოვის დინამოსა ესე მოსკოვის დინამოსთან თამაშ ხონთან თამაში რატო ჯობიაო ნუ ისეთი მომენტი იყო ყველაზე აი სხვა ჯერის ხონებული ძალიან ჭკვიანი და საკმაოდ კარგად განათლებული და ჩამოყალიბებული კაცი იყო აი ილოს შემდი ყოველთვის უდესპატებს განსაკუთრებით დათუნაშვილს აი გენიალური ფრაზა თქვა ილო მაგ აი გენიალური ერთი სიტყვით განმარტა რომ ფეხბურთისთვის ჯობია საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში თამაში თუმცა ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის აუცილებელია საბჭოური ფეხბურთის მარწუხებისგან თავის დაღწევა. აი გენიალური და საბჭოური მარწუხებისგან და მაგრამ კრილობაზე იყო ძალიან დიდი ნებათა ღელვა. ნუ ხოჭი ეხა ფეხბურთია თან და უამრავი აზრი კანდიდატის ვინაობაზე პრეზიდენტობის კანდიდატები ხო ეხა რა ხდებოდა პრეზიდენტობის კანდიდატებთან დაკავშირებით რა ხდებოდა ამ ბრთებს ყველას ყავდა თავისი ლიდერი და აი ოქროს თაობიდან ესე იგი ჯერ იყო დარეგისტრირებული ხო და ხო ის შეიძლება არ აღნიშნო რომ ესე იგი ყიფო სამეგობროდან ეხა როგორ იყო სამი გამოკვეთილი ფეხბურთი ესე იგი ყიფო იყო დავიჯიჩი კნიაჟი კახა ასათიანი კახა მართალია მაშინ არ იყო ჯერ იმხელა ოფიციალური წონის თუმცა კახას ძალიან დიდი გავლენა და საკმაოდ დიდი ჰქონდა თუმცა ჯერ არ იყო ეს ისე უბრალოდ გუნდის უბრალოდ იყო დინამოში მაგრამ კახას ჰქონდა ძალიან დიდი წრე და გავლენა ეს არ ოფიციალურად და მანო ეხა ნუ ისეთი მანო იყო ყველაფერი რა ფაქტობრივად ანუ ყველაფერი როგორც ის მანოს მიყავდა ეს ყველაფერი და ბოლოს ესე იგი შეჯერდნენ ხო და 6 პრეზიდენტობის კანდიდატი დასახელდა ხო და აი რა იყო ეხა ზურაბ პეტრიაშვილის კანდიდატურაც იყო დასახელებული მაგრამ უმალ მოხსნა ნოდარ ახალგაზის სასარგებლოდ აკეთა ბრთამ დატოვა კახი ასათიანი და ორივე იყო ერთი თაობის ხონებულები ილო და შომა დათუნაშვილი და ბარქაია და ნუ ორი არა მიხვდნენ რა ეხა ძალიან დიდი გამოსილება ჰქონდათ ნუ ორივე სხვა შორის მიხვდნენ რომ ეხა იცი რა რომ არ მინდა ეხა მაინც რაღაც ისეთი მომენტი რომ შანსი რეალურად ეხა მაგათ არ ჰქონდათ გამარჯვების ნუ მაინც უკვე გამოიკვეთა რომ ბრძოლა წავიდო და უშუალო და ასეც მივიდა. ეს სხვათა შორის პოლემიკისგან განსხვავებით ძალიან უდურტუნველად წავიდა. ჯერ ორმა მოხსნა კანდიდატურა, მერე კიდევ ორმა და მერე გაკეთა განცხადებები, რომ მე ვხსნი მავანის სასარგებლოდ ერთი ფრთიდან, მეორე მავანის სასარგებლოდ. მოკლედ დარჩნენ ორნი. ახალკაცი და ასათი და ну ეხ კნიაზი რესი კნიაზი იყო ეგრევე სიტუაცია შეხედა რომ ძალიან დიდი უხეშად რო თქვა ბოჭი ამ სიტყვაზე სერიოზული ბალამუტია იმიტომ რომ იცი რა შენ ხო ფეხბურთს და იქ მერე ვინ დაგილაგებს როგორ დაგილაგებს რანაირად დაგილაგებს გესმის და აგერო რა თუ არაო ნუ თუ არიო თუ გამკეთებელიო და მიგაჩნია თუ რომ გააკეთებსო და მე უთმობო ასპარეზო და გიბადონო რომ გააკეთოსო და აქ საინტერესო რა იყო რომ ყველა ხო ეგ არ გვითქვავს ყველა რეგიონიდან იყო აბსოლუტურად მოწვეული თან საკმაოდ დიდი 490 დელეგატი იყო ეს ხო წარმოუდგენელი რამ და იქ ციფრები რომ აი ახალკაცის უშუალო პერსონის მიმართ საპრეზიდენტო არჩევნებზე ღია კენჭისყრა გაიმართა იმიტომ რომ უალტერნატივო იყო ხო კახას უკვე მოხსნილი ქონდა 5-მა შეიკავა თავი და 6 წავიდა წინააღმდეგი ესე იგი მომხრე იყო 490-ს გამოვაგნოთ 11 ხო 360 ისე 479 ხო 479 მერე გაგრძელდა მცირე პოლემიკა არჩევნების შემდეგ რომ ჩვენ ახლავე
იმაშვებით ეროვნულ ჩემპიონატს, ისა ვაფუძნებთ, თუ კიდევ ერთი მაინც ქონდა იმ ბრთას, რომელსაც აი, ნუ ხო არის რა, საბჭოური მენტალობა, მე ხა აი ყოველგვარი იცი აი შეთქმულების თეორიის გარშემო ვიღაც მოაგზავნა, არ ნამდვილად არ იყო რა ის საზოგადოება, ნუ ეხა ესე რელსისკოში ვერ დავდებ თავს, მაგრამ ნუ არა, ნუ ყველას ვის რაც ქონდა სულისკვეთება ის და მაინც საბჭოური და არა მოდიო ერთი წელი კიდევ ვითამაშოთო რატო იცი და პარალელურადო ჩვენი ჩემპიონატისთვის მოემზადოთო რა ნუ რაღაც ტექნიკური მხარე ხო ის გამოვიყენო დროს ნუ იყო ესეც მაგრამ ესეც მომენტალურად ნიკო იქნა კატეგორიულად უარყოფილი სამაგასმა შეიგავა თავი და 15 წავიდა წინამდე და აქაც ნუ ერთხმად ხო ნუ ეხა 18 გამოაგელე 490-ს ნუ სათვალებში მისაღები არ არის და აქაც ერთხმად დაფუძდა. არ მithქვავს კიდევ ერთი საინტერესო რამ, რომ და ამ ბიჭების არ შეიძლება უდესი მადლიერება არ გამოვხატო და არ აღვნიშნო, რომ ყრილობის წინ გამოვიდა ლანჩხუთის გურიის წარმომადგენელი და გააკეთა და წაიკითხა წერილი, რომელსაც ხელს აწერდა ლანჩხუთის გურიის 11 წამყვანი ფეხბურთელი. ეს ქართველები. არ რატო იცი, მაშინ გურიას ყავდა რამდენიმე ლიეტუველი საკმაოდ მაღალი დონის ლეგიონერი და ეხლა ნუ ის იმათ რას ვერჩი და ჩვენი 11 მიუხედავად იმის რომ ჩვენ ისტორიაში მეორედ მოვიპოვეთ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში და უკვე ძალიან დიდი და მოკლედ მთელი ის გუნდი ყველაფერი და მოხსენება მთელი ეს არა მარტო რაიონი, ქალაქი, მთელი რეგიონი კი არა ფაქტიურად ნუ დასავლეთ საქართველოს 2/3 ხარობს უშუალოდ სწორედ ეხლა მე კარგად მახსოვს ჯერ ახდებოდა პირველი ლანჩხუთის გურიის დროს, მე მეორე ლანჩხუთის გურიის დროს ჩვენ და ეს წერილი უძღოდა წინ ყრილობას, რომ ჩვენ კატეგორიულად უვარს ვამბობ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში მონაწილეობას. და ამან ითამაშა ძალიან კარგი და დიდი კატალიზატორის როლი. ძალიან დიდი კატალიზატორის როლი. აი, ეროვნული მოძრაობის როლი ფეხბურთის, ანუ ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლობაში აშკარად არის მნიშვნელოვანი და მაგაზეც აი ძალიან მოკლედ რო ვთქვა. კიდე აი კონკრეტულად მკითხე რა გაინტერესებს აი რა ანუ აი ფეხბურთის მიმართ როგორ დამოკიდებულება აი მშვენიერი კითხვა სხვა შორის მაინც და მაინც აი სამწუხარო დიდი მოყვარულები ხო მე მოდი ასე ვთქვა და ლიდერები არ იყვნენ. ეხლა გეტყვით აი ლიდერებში ყველაზე მეტად და სხვათა შორის მერე უკვე ეროვნული ჩემპიონატის მსვლელობისას შეფობა აიღეს, მაშინ იყო ისევ ერთიანი პოლიტიკური ძალა იყო ჯერ კიდევ მონარქისტულ კონსერვატიული პარტია, როცა ერთად იყვნენ ცხონებული თემიკო ჯორჯოლიანი, ჯორჯო და გაგო ასათინი. გაგოს ძალიან უყვარს ფეხბურთი, გაგოს სულ ქონდა ხოლმე თემები, მაგრამ აი ამ ყრილობისთვის კიდე ერთხელ ვამბობ, აქ მიდიოდა უკვე კიდე ერთხელ გეუბნები რა, ეს იმის შექმნის პროცესი ფიზიკურად არ ეცალათ რა, ფიზიკურად არ ეცალათ. სხვა ლიდერებიდან რაც შეეხება, ხო, ძალიან უყვარდა ძალიან თამაში თვითონ და დასრება ნაკლებად ბათკას ირაკლი ბათიაშვილს. თამაში უყვარდა. არ ქონდა კიდე ზიდია რომ ერთხელ ეროვნული მოძრაობის მინი ჩემპიონატი ჩავატაროთო და გიაუთხა ვაშკი აი დამოუკიდებლობა და მივიღო თორე არა მოდიო რაღაც ველოდებით სანამ ასე კიდე რაღაც მინი ტურნირი მოაწყოთო მაშინ ესეთი იდეა ის იყო გაჟღერებული რა თვითონ ხო აი დასრების რა გითხრა და ნუ მე ეხა მოხსენება უკვე თვითონ 28 უკვე მაშინ მარტს გაიხსნა ოფიციალურად ნუ ზვიადის ის გამოსვლა უკვე ისტორიულ გამოსვლად შეფასებული 75,000 კაცი და ნუ მანამდე აი ეს მოვლენები იყო თვითონ ნუ რუსებისგან რა თქმა უნდა ხო ეგეც არ შეიძლება ითქვას რომ ესე ყველა მცდელობა ქონდათ ამ შემთხვევაში უკვე მე არ მინდა კულუარული ის გავაჟღერო რომ მაინც ვიღაც არ შეუნდა იმიტომ რომ ეს არ არის ოფიციალური ის არ მიყვარს იმის გაჟღერება რაც ოფიციალურად არ არის დადასტურებული რომ იყოს სერიოზულ პოლიტიკურ დაშინებამდეც კი მისული საქმე რომ ხო და ამას გიზავთ იმას არა საფეხბურთო არა ქვეყნის მასშტაბით ამის გამო აი მარტო ამის გამო იმიტომ რომ მაშინ საბედნიეროდ აი ზუსტად ამ პერიოდში ვითარება წმინდა სამხედრო მოვლენებით იყო ლოკალური რა. ნუ აი ესეთი სიტუაცია, იმიტომ რომ ხო გითხარი დაჟის კი არა ხო ნახე, სოღუმის დინამოც კი გადავიდა საბჭოთა კავშირის პირველ ლიგაში და ის. ხო ჯერ მე აბსუებმა გააკეთეს ალტერნატიული გუნდი, რომელსაც 90 წელს ითამაშა.
ოლი გიყავდა ის დოლმატოვი არ დამოვიჯდება ეს მოსკოვის დინამოს ყოფილი ფეხბურთელი თავარსებელ ჩამოიღო ზიმანი ითამაშა. ალტერნატიული გუნდი ჩვენ გავაკეთეთ ცხუმი ულამაზესი. აი ეს იყო რაღაც საოცრება იყო. ფაქტიურად ნუ ცხუმი მაშინდელ აფხაზეთის ნაკრებს არ მოადგენდა. და ეს ხდებოდა უკვე პირველ ეროვნულ ჩემპიონატში. სხვათა შორის სწორედ 90 წელს ეხა მეცოდა გაუს არის. რა საინტერესოა ამას ყოველთვის ხდება ადამიანი და თან ისე ემოციურად ყვება. არა, ნუ აი შათოლე რო ის აი არის ნამდვილი ძველი რა. ხო და აი ხა მოდი თქვენ ნებართვით პატარა რეზიუმე რო კი ანუ აი აქცენტები რაზე გაკეთდა. იმიტომ რომ ნიკო დღემდე მიდის პოლემიკა, დღემდე ჩემ და წინა თაობებს შორის რომ იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება მართებული დღემდე გრძელდება არ იფიქრო რომ ესე მარტივად არის საქმე დღემდე რატომ კითხვის ნიშანი კითხვის ნიშანი რასთან დაკავშირებით რომ აი როგორც აღნიშნე იქ იზოლაციაში აღმოჩნდით მე ისეთი რაღაცები დაიწყო რაზეც ნამდვილად არ მინდა არა ამ ფორმატში არ საუბარი უბრალოდ ქართულ ფეხბურთში და ყველაფერი რაში აქ მარტივად შეიძლება ვთქვათ, რომ დამოუკიდებელი ხარ თუ არა ხარ. თუ საქმეს წესიერად აკეთებ, ხო? საერთოდ, ხო? ნუ იქ მაინც შეძლებ რაღაცა იმის რენომის და ეხა თუ ვიღაცა რაღაცას ეფარება, ნუ ეს უკვე აბსოლუტურად სხვა თემაა და აქ უკვე სხვა. ნუ ყოველ შემთხვევაში საზოგადოებამ დღემდე ასე ჩათვალა, რომ ჩვენი გრევა და უბედურება და კრიზისი დაიწყო ქართული ფეხბურთის არის სრული აბსურდი. სრული და ეხა არ მინდა ამ ხალხს გავახსენო რა და რატომღაც მათაც არ უნდა თუ მე როგორ არ მინდა უბრალოდ მათ რა ხდებოდა თვითონ საბჭოთა კავშირის ის რომ 10-დან 8 თამაში ჩაწყობილი იყო ის რომ ბოდიში და უკვე სრულიად შერყვნილი და გაზულუქებული იყვნენ ფეხბურთელები როგორც სპორტსმენები და ასევე მათი ფსიქიკით 10-დან 8 თამაში რა ეხა ეს შემილია კონკრეტული თამაშები კი არა წუთები და ის მოუყვანო რა და როგორ ხდებოდა ვინ რომელი გუნდი ვისთან იყო შეკრული მე იმას ფეხბურთი ერქვა და იქ დონეს აიმაღლებდი როგორ სერიოზული კრიზისი იყო უკვე საბჭოთა ფეხბურთში მიშ გეტყვი ასეთ რაღაცას ეს ჩაწყობა თამაშების დაიწყო ტოტალური ხასიათი მიიღო 70-იანი წლების შუა პერიოდით სადღაც 76 წლიდან არა 76-დან გამოჩნდა ის 80-91 წლამდე უკვე კარგად გაჩნდა და 91-დან იყო აი შენ ეხა როგორც ქრიალა გოგონას ზესუმზირა რომ შეგიჯენია აი შეგიძენია იმაში ხო გახსოვს ის ზუსტად აი შენთან კაცო სოლოლაკში ხო და აი სოლოლაკის იმაში რომ იჯდნენ ხოლმე მოხუცები ხო აი ესე იყო ესეც რა 80-იანიდან იყო უკვე 80-იანიდან იქ ამბები მიდიოდა ხო არა ეს ეხა არის მართლა ორჯერ ამას ვერავინ ვერ უარ ხო ეს არის უკვე მაგრამ 76-80-ში იმდენი გაკეთებული იყო ხო იმდენი გაკეთებული თამაში იყო უკვე ნუ ეხა არა შევაჯამ რატომ ამბობ მაპატი ამას აი პარალელს გავაკეთებ შენი ნებართვით რა გვაქვს რაღაცა 2 წუთი რომ სხვათა შორის აი როცა თვითონ ეს ჩემი სიტყვები არ არის და აზრი იტალიელები ფეხბურთის მამები არიან უმწვავეს კრიზისში. რა თქმა უნდა, აქვთ ეკონომიკური კუთხით და ინფრასტრუქტურით და შესაბამისად, მაგრამ თავარს უსვავენ ხას, რომ ჩვენი გრევა ფეხბურთის დაიწყო და მთავარი არის არა კრიზისი მნიშვნელოვანია, მაგრამ არის მაინც ტოტალური ჩაწყობილი თამაშები. თვითონ აღიარებენ იტალიელები. ხო, ნუ ეხა არ ვიცი ასე რომ ისინი დაუბრუნდათ ხო არა ყრილობაზე 15 წლის წინ ქართული ფეხბურთი გახდა დამოუკიდებელი ეს იყო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება თვითონ მე რა მაინტერესებს აი მნიშვნელოვანი კი არა ამა კიდე ერთხელ ამა დაუდო ამა კიდე ერთხელ ამ უკვე ეს იყო პირდაპირი რა აი საფეხბურთო ენაზე ვიტყვი ამოუღეთ რუსებს პირდაპირ უკვე ისა წითელი ბარათი ყვითელი კი არა პირდაპირ ვაჩვენეთ წითელი და მივანიშნეთ რომ რამდენიმე დღეს ნუ პირობითად ვამბობ უმოკლესი პერიოდი და ჩვენ საბოლოო დაგვემშვიდობებით. მოდი ყრილობის შედეგებზე ვილაპარაკოთ თვითონ. აი რა მოყვა იმას რაც მოხდა ყრილობას. რა გადაწყვეტილება რა აი რა შემდგომ როგორ გამიმთავრდა მოვლენები. შედეგებზე ძალიან ეგ როგორი კითხვა ვიცი. მოდი გეტყვი ასე. კარგ რაღაცას გეტყვი. ეხლა მე არც არავის მეშინია, არც თავს ვიზღვებ და არაფერი. როგორ გამიმთავრდა მოვლენები. მე გეტყვი ერთ კარგ პარალელს გავაკეთებ ცოტა მოგვიანებით. როგორ გამიმთავრდა მოვლენები.
ეს არის დაახლოებით 2000 რომელი წელი იყო ღმერთ მოიცა ხო 2000 ზახულბიერ ზუსტად 2008 წელი იყო მაშინ უთხარი ლევანს ყიფოს ბიჭს უფროს ბიჭს რომ ლევან სანამ ცოცხალია კოსიას ქურივი ბესკოვის ის იმეორებს რაღაც უკვე რამდენჯერმე ორჯერ სამჯერ შეხვდა ну ციტრებას რუსულად არ გავაკეთებ რომ კოსია სიკვდილის წინ ნანობდა თუ რატო დარჩა დათო ყიფიანი 1982 წლის სოფლიო ჩემპიონატის მიღმა რამაც ფაქტიურად გამოიწვია დათოს კარიერის დამთავრება და ეგ უდრიდა ეგ იყო ერთი ერთში რა მითხრა იცი არ მინდაო ეგ ჩანაწერიო არ მინდაო და ეს თვითონ არც მარტივად გეტყვი მამაჩემს ქონდა საკმაოდ იმის დრო და საშუალება და ყველაფერიო თუ უნდოდაო თვითონ იტყოდაო მიხარებს რომ მამაჩემი იყო მე ვერავიხე ეხლა რატო გავიხსენე ეს ნახე ბიჭო ყველა დუმს აბსოლუტურად ყველა დუმს და მე ვინა ვარ და რას არ მოადგე რომ მე მაპატიე ვიღაცების ნაცვლად ვილაპარაკო ერთი გინდა 100 და გინდა თუ უნდა თვითონ ილაპარაკო იმიტომ რომ ეს არის მაგად ცხოვრება ესენი იყვნენ ძმაო ფუტბოლისტები ესენი ქმნიდნენ ეპოქებს და ესენი აკეთებდნენ იმას რაც მერე ხდებოდა 90-იანებში და რა ხდებოდა მოდი ჯობია რომ მათ ილაპარაკონ რა მათ ილაპარაკონ კარგი დიდო აი რა შემიძლია გითხრა თუმცა დამოუკიდებლობის არ გამოცხადება ნუ ეს ფაქტიურად ბაბატე ის იგივეა აბსოლუტურად ეხა რომ ჩვენ არა სახელმწიფოს ეგ ცოტა სხვა მომენტი იყო და სწორედ მაგან გაფლიჩა ნუ ეგ უკვე არ მინდა პოლიტიკური მასში გადასვლა ეგ ორი სერიოზული განსხვავებული ის იყო ერთი არჩევნების ზით და მეორე ის რაც ბალტიისპირულ ქვეყნებს ჰქონდათ არ აი ეს მაინტერესებს დიდო ჩვენი ქვეყნა საქართველოს გარდა სხვა ქვეყნებმა რომლებიც ასევე გამოიყენა სხვა ქვეყნები საბჭოთა კავშირში აი მან როგორ იყო ეგ აი ამან სხვა ძალიან კარგი კითხვა ამან დაუდო პირველები ვიყავ ნუ ჩვენ როგორც კი რა თქმა უნდა და ამან დაუდო საფუძველი და მე თვითონ აღიარეს კიდეც განსაკუთრებით ბალტიისპირიდან ლიეტუვამ ნუ ეხა ეგ მერე წამოვიდნენ უგესონდეს რომ ჩვენში აი ყველაზე დიდი ბიძგი სწორედ თქვენმა მან მოგცაო და აი ეს არის კადრები ამ კადრები არსებობს და არაერთი ნუ აი ეს ლეგენდარული გენიოსი თაკაცი ყველა გაგებით საბასი არვიდა საბონისი 2 და 20 წარმოგიდგენია უზარმაზარი დამოუკიდებლობის დროში როგორ მიუძღვის კი ბატონო დიდი მადლობა დიდი დემონსტრაცია ამ ემოციისთვის დიდი მადლობა ამ გახსენებისთვის და ძალიან მიხარია მართლა მაგრამ მოდი იცი რა პოზიტიურ ნოტაზე აუცილებლად გავიდა 35 წელი ქონდა რა თქმა უნდა ქონდა შავნელი ეპოქები ქონდა სერიოზული იმედგაცრუებები ქონდა ის ბევრჯერ ბჭყალებში გაგებით ვამბობ დამარხეს და გაისტობრეს და კელეგის გადაუხადეს ქართულ ფეგურს არა ეს ამენური რა თქმა უნდა ასე არ არის არა ნუ ეხა აი ხო ნუ ის რაც გასულ წელს ხდებოდა ხო ამის ყველაზე ნათელი მაგალითია თუმცა რა თქმა უნდა ძალიან ბევრ რაღაცაზე ხდება გული თვითონ ის ფაქტი რომ ის უნიკალური ოქროს თაობა მისი რეალიზება იმის ნახე ნუ ხო წარმოგიდგენია ეხა ბიჭო ამბის ხო ნუ არაფერი ხო ზედამთვარე ამოგდის და ის ხო ეხა ნუ კვარა სყვირი ხარ ის მარტო ნუ კინკი და ჯამარა ყავდა ხო წარმოგიდგენია ნუ აი და ბანეთი შოთი და კეცბა და ნუ ეხო ვერ და ორი გუნდი ნუ რას ლაპარაკობ ნუ ეხა ის უბრალოდ ეპოქა და ისიც ისინი შეძლებდნენ მათ ასპარეზირო ქონდა არა მერე ნუ მაგახმები მაშინ რომ ძალიან დიდი ბედნიერება ის რომ დღეს ქართული ეგ არის მთავარი ეს პატარა ბავშვებიც ყვარას ყიდიან ეს არის ძალიან დიდი мотиваცია თუნდაც ჩვენი პატარები და როგორი ბედნიერი საფხული ქონდა ნამდვილად აი და თქვენ ნებართვით მე მინდა ეხლა ის ნაწილი ვინც ერთმაგნას ამ ქვეყნიურად და ამ ქვეყანაში და ცოცხალია ხო ამ სამყაროშია უფრო სწორად ერთხელ მადლობა გადაუხადო აი ზუსტად უშუალოდ
ამ ყრილობის წინ მოსამზადებელი შემდგომ ყრილობაზე მხარდაჭერისთვის და აი მის შემდგომ ყველა მოდი ჩავიხედოთ რა ჩვენ გულში ჩვენ სინდის გაუსორო თვალი ვიცი ცოტა სინდისი ცოტა ისეთი მურტალი რაღაც არის ხო არა ცოტა და აი ვინც ქართული ფეხბურთისთვის გააკეთა ხო აი გააკეთა პირუთვნელად ყოველგვარი ანგარების და იმის გარეშე ზუსტად აი ამ ადამიანებს მიულოცოთ დღევანდელი დღე და დღეგრძელობა და წარმოებები ამ მილოცვა ძალიან დიდი მადლობა და ფაქტია რომ ეს არის ქართული ფეხბურთის ისტორია და ჩვენ ამ და მატიანე ცოცხალი მატიანე იყო დიდო ფაქტობრივად მე რამატი გაჩერდი არა ამის მონსტრი იყავი და გასაგებია და თან ისეთი დეტალები ახსენე რომელიც შეიძლება სხვაგან ვერ მოიძიო და ვერ არა მადლობა დიდო მე მგონი ძალიან საინტერესო შაბათები გვერის როგორც ყოველთვის გარდა იმისა რომ სტუმრები გვეყოლებიან საინტერესო ბოლო ბლოკში დიდოსთან ერთად ასე რომ დიდი მადლობა დიდო და კეთილი იყოს შემოსვა ჩვენს გადაცემაში რაღაცა ვერ ვიყავი რა ვერ აშკარად ვერ ვიყავი ხასიათს და ეხლა თქვენ ისეთი განწყობა ამიმართეთ რომ უდესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ და თოთ ბოდიშს მოგიხადოთ თუ გადაღალე და ის არა ეხლა ისე დატვირთვით ხარ რადიო ძალიან ვხვდები ნამდვილად და დიდი მადლობა ძვირფას რადიოს მენელებო ყურადღებისთვის და სასიამოვნო შაბათს კვირას გისურვებთ და აბა დროებით ნახავთ მომავალ შაბათამდე